კარგი, დავიწყოთ ახალი პროექტით. ავირჩიოთ MTV's activity, next. და დავარქვათ სახელი Insta app. ჩვენ შევქმნით Instagram-ის მსგავს აპლიკაციას. პირველ რიგში, რასაც მე გავაკეთებ, არის view binding-ის დამატება და აი აქ ბრატლში, მეორე ბრატლში შემოვალ, ჩამოვალ ქვემოთ. აქ დავწერ build features. დავხურავ view binding order-ის დროს. და აუცილებლად დასინქვას დავაჭერ. შემიძლია ჩავხურო, დაისინქება ეს თავისით. და შემდეგ უკვე ვწყებ თვითონ აპლიკაციაზე მუშაობას. ჩემი აპლიკაცია უნდა შედგებოდეს ერთი activity-სგან და მრავალი ფრაგმენტისგან. Main activities გამოვიყენებ როგორც containers და მასში ჩავიჭერ სხვადასხვა ფრაგმენტებს. შევქმნათ მაგალითად ესეთი ფრაგმენტი, რომელსაც ჩვენ დავარქმევთ main fragments. ეს ჩვენი main ფრაგმენტი შეასრულებს მთავარი ფრაგმენტის ფუნქციას, რაც იმას ნიშნავს, რომ მასზე გამოჩნდება ყველა დანარჩენი ფრაგმენტები. მოვშლი ყველაფერს იმას, რაც მე არ მჭირდება. გავალამაზეთ. ესეთი იქნება ჩვენი main ფრაგმენტი და activities-ზე ჯერჯერობით ხელი არ გვიხლია. ხო, ეხლა იმისთვის, რომ ჩვენს main activity-ში გამოვაჩინოთ ჩვენი მთავარი ფრაგმენტი, საჭიროა აი აქ შემოვიტანოთ support fragment manager-ი, begin transaction, replace. ეს იქნება ფუნქცია, რომელიც ჩამონაცვლებინებს ჩემს activities containers ჩემი ფრაგმენტით. ჩემს activity-ში მე მხოლოდ გამოჩნია text view და მთავარი კონტეინერი, რომელიც არის ჩემი constraint layout. ჩემს constraint layout-ს გააჩნია თავისი ID, რომელიც არის main-ი და აი ამ main-ს ზუსტად მე ავდგები და ჩავანაცვლებ ჩემი ფრაგმენტით. ჩანაცვლება ხდება შემდეგნაირად. Replace-ში ვწერთ r ID main და უნდა ჩავანაცვლო ჩემი main fragment-ის new instance-ით. ბოლოში უნდა დავუწეროთ commit-ი, რომ ამ ყველაფერმა იმუშაოს. მოდი ჩვენს ფრაგმენტში შემოვიდეთ. აქ მხოლოდ frame layout და text view მაქვს. მე დამჭირდება რომ გავასუთავო ჩემი main activity text view დავშალო, ანუ და იდეაში შემიძლია scope-იც მოკლედ დავხუროთ. შემდეგ მოვაწყოთ ჩვენი ფრაგმენტი. ფრაგმენტში მე შემოვიტან text view-ს ნაცვლად ორ ესეთ components. პირველი ეს იქნება კონტეინერი და მეორე ეს იქნება bottom navigation. Frame layouts გადავაკეთებ constraint layout-ად. და შეგნით შემოვიტან bottom navigations. Bottom navigations width იქნება match parent-ი, height იქნება wrap content-ი და შემოვიტანო უნდა აუცილებლად მისთვის constraint-ები. ქვედა constraint შემოვიტან, მარცხენა constraint შემოვიტან, მარჯვენა constraint შემოვიტან და ყველა ისინი ბიბმოლები იქნებიან parent-ზე. ასევე შემოვიტან ID-ს, რომელიც იქნება bottom nav menu. შემდეგი რასაც მე შემოვიტან, ეს არის კონტეინერი. Fragment container view შემოვიტანოთ, width-შიც და height-შიც ორივეში გავუწერ null dp-ს. Null dp ნიშნავს match constraints. და გავუწეროთ constraint-ები. Start to start of parent, end to end of parent, bottom to bottom of parent და top to top of parent. მეორე ვარიანტი არის bottom to bottom of parent-ის ნაცვლად. ზუსტად აი ამ ჩარჩოში მოვაქციოთ ჩვენი კონტეინერი. ანუ bottom to top of ID და ეს ჩვენი მენიუ რო ავირჩიოთ. მასაც გავუწეროთ თავისი ID. ჩვენ შემთხვევაში ID იყოს placeholder-ი. ახლა შეგვიძლია შემოვიტანოთ მენიუ, რომელშიც ჩვენს აიტემებს ჩამოვწერთ. შემოვდივართ resource-ებში, new, Android resource files ვირჩევთ. Resource type-ში values მაგივად ავირჩევთ menus. File name-ში დავარქმევთ სახელს bottom nav menu. ან bottom menu, თქვენ როგორც მოგეწონებათ. Okay. ჩვენი menu ესეთნაირად გამოიყურება. გვაქვს მთავარი სკოპი, menus-ი და შეგნით შეგვიძლია შემოვიტანოთ აიტემები. აიტემს გააჩნია თავისი ID, მაგალითად home ID. გააჩნია თავისი icon-ი და გააჩნია თავისი title. გადავიდეთ ჩვენს main fragment-ში.
ჩვენს bottom navigation-ს უთხრათ, რომ მას გააჩნია menu, კონკრეტულად კი ჩვენს მიერ შექმნილი menu და დავინახავთ, რომ აქ უკვე ერთი აიტემი გამოჩნდა. იმისთვის, რომ ეს აიკონი შემოვიტანო, არსებობს ორი ვარიანტი. პირველი ვარიანტი მოდი შევქმნათ დიზაინიდან. შემიძლია დავაკლიკო აქ homes, აქ დავამატო ახალი ატრიბუტი, ეს იქნება აიკონი. აქ დავაკლიკო ამ grilux, gluosy, ავირჩიო vector ასეთი, clip art-ში შემოვიდე და აქ უნდა მოვძებნო ჩემი home-ის აიკონი. Okay. სახელი შევცვალოთ, სახელი იყოს IC home. Next, finish. ავირჩიოთ ჩვენი აიკონი, დავაჭიროთ OK-ს. და ჩვენი აიკონი დამატებულია. დანარჩენი აიტემებისთვის აიკონები შეგვიძლია შემოვიტანოთ მეორენაირად, ანუ გადმოვიდეთ role-ში, დავაჭიროთ მარჯვენა grilux, new, აქედან ავირჩიოთ უკვე vector ასეთი, clip art-ში, მოვძებნოთ ჩვენი სასურველი აიკონები. ეს აიკონი ავირჩიოთ OK. IC search. Next, finish. და ასეთნაირად დანარჩენი აიკონებიც. და შემოვიტანოთ ჩვენი დარჩენილი აიტემები. ეხლა რაც მე მინდა რომ გავაკეთო, არის ის, რომ როდესაც მე აი კონკრეტულ აიტემებს ავერჩევ, ანუ დავასელექტებ, მინდა რომ აი აქ ზემოთ კონტეინერში გამოჩნდეს სპეციფიკური ფრაგმენტი. ამისთვის მე შევქმნი ამ ფრაგმენტებს, მაგრამ მანამდე შევქმნი სპეციალურ პაკეჯებს, რომელშიც გამოვყოფ ფრაგმენტებს ერთმანეთისგან. შემოვიტან package home და მასში უკვე შემოვიტან ჩემს fragments, რომელიც იქნება home fragment-ი. ზედმეტ მონაცემებს ავშლი. და ასე მოვიქცევი დანარჩენი ფრაგმენტებისთვისაც. ამის შემდეგ ჩემს თითოეულ ფრაგმენტს შევცვლი background colors, რომ შემდეგ უკვე აიტემების დასელექტებისას მარტივად განვასხვაო ისინი ერთმანეთისგან. Main fragment-ში პირველ რიგში მე შემოვიტან bindings. სვადი სახელად binding-ი და ვერჩევთ, რომ ეს არის fragment main binding-ის ტიპის binding-ი. მას უკვე ინიციალიზაცია ჭირდება. Fragment main binding-ი, inflate-ში იწერება პირველი inflater-ი. შემდეგ container-ი, ბოლოში false-ი attached to parent-ზე. და return-ში უკვე რა უნდა დავაბრუნებინოთ binding-ის root. და აქ შეგვიძლია კითხვის ნიშანი მოხსნათ. ეხლა უკვე შეგვიძლია თვითონ ფუნქციონალზე ვიზრუნოთ. იმისთვის, რომ ამ ფუნქციონალმა იმუშაოს, რომელსაც ჩვენ დავწერთ, უნდა გადავტვირთოთ on view created. ასევე დავამაგროთ binding-იც და პირდაპირ შემეძლება რომ მივუწოდე ჩემს bottom menu-ს
Bottom now menus გააჩნია ესეთი ფუნქცია, რომელსაც ქვია set on item selected listener. ეს არის ფუნქცია, რომელიც დაკლიქვისას ხვდება, რომელი აიტემი გვაქვს არჩეული და ჩვენ შეგვიძლია უკვე აიტემების ID-ების მიხედვით გამოვაჩინოთ კონკრეტული ფრაგმენტები. ანუ მაგალითად, ესეთი ფუნქციონალი შეგვიძლია დავწეროთ. როცა არჩეული აიტემის ID არის RID OMI, მაშინ გავხსნათ დანი. ჩემი მოცემული კონტეინერი, რომელიც მე შემოვიტანე ჩემს main fragment-ში, აი ეს კონტეინერი, ანუ placeholder-ი, უნდა ჩანაცვლდეს ჩემი home fragment-ით. Parent fragment manager-ს ვიძახებ ამ შემთხვევაში, შემდეგ ვიძახებ begin transactions, replace, რა უნდა ჩავანაცვლოთ? უნდა ჩავანაცვლოთ RID placeholder-ი და რითი უნდა ჩავანაცვლოთ? უნდა ჩავანაცვლოთ home fragment-ის new instance-ით. ბოლოში გავწეროთ კომიტი და საბოლოო ჯამში true. შემდეგ RID search-ი. ანუ იმ შემთხვევაში თუ ჩვენი არჩეული აიტემის ID არის search-ი, მაშინ is a parent fragment manager-ი begin transaction replace RID placeholder-ი და რითი უნდა ჩავანაცვლოთ? უნდა ჩავანაცვლოთ search fragment-ის new instance-ით. ბოლოში კომიტი და true. ასეთნაირად მე შემიძლია, რომ ჩემი ზედამოცემული კონტეინერი ჩავანაცვლო ჩემი კონკრეტული ფრაგმენტით. როგორც ხედავ, აი ამ ხაზის დაწერა მე ძალიან ბევრჯერ მომიწევს, ამიტომ მე შევქმნი ცალკე ფუნქციას და ცოტათი ჩემ კოდს გავალამაზებ. Private one load fragment. ესეთი ფუნქცია შევქმნა, რომელსაც პარამეტრი ექნება, პარამეტრი ეს იქნება ფრაგმენტის ტიპის მონაცემი. და აი ამ ხაზს გადმოვიტან ჩემს ფუნქციაში. ოღონდ ვეტყვი, რომ როდესაც ჩემს begin transactions დაიწყებ, ჩაანაცვლე ეს placeholder-ი იმ ფრაგმენტით, რომელსაც მე პარამეტრად მოვაწვდი ჩემს load fragment-ს. გამოვიძახოთ ჩვენი load fragment-ი, ჩავაწოდოთ შიგნით home fragment-ის ახალი ინსტანსი. ასეთნაირად მე შემიძლია ეს ფუნქცია გამოვიძახო და მივუთითო კონკრეტული ფრაგმენტი, რომელიც დამჭირდება კონკრეტული ID-ის შემთხვევაში. შევცვალოთ იგივენაირად search sets, load fragment, search fragment, new instance და ასე შემდეგ მივყვეთ დანარჩენ ფრაგმენტებსაც. Wins აუცილებლად სჭირდება თავისი else-ის მომენტი, ამიტომ ბოლოში გავწეროთ else-იც იყოს home fragment-ის გამოჩენა. გავუშვათ ჩვენი პროექტი, ვნახოთ როგორ გამოიყურება. და ვხედავთ, რომ home-ში ჯერჯერობით არაფერი შეცვლილა. თუ გადავალთ search-ში შეცვლილია, ასევე post-ებში, reels-ებში, profile-ზე, ასევე home-ზე. ეს რატომ ხდება? ზუსტად იმიტომ, რომ ჩვენ გამოვიძახეთ bottom navigation-ის set on item selected listener-ი, როდესაც მე პროექტს გავუშვებ და აპლიკაცია ჩაირთვება, სანამ მე არ ავირჩევ home ID-ის მქონე items, მანამდე ზედ ამ ჩვენს კონტეინერში არაფერი გამოჩნდება. ამიტომ მე მომიწევს, რომ ცალკე გამოვიძახო ეს ჩემი load fragment-ის ფუნქცია და მივუთითო, რომ როდესაც ჩემი აპლიკაცია გაეშვება, მაშინვე გამომიჩინე ჩემს კონტეინერში ჩემი home fragment-ის ახალი ინსტანსია. გავუშვათ ჩვენი აპლიკაცია თავიდან და ვხედავთ, რომ home-ში მაშინვე გამოჩნდა ჩემი პირველი ფრაგმენტი. ამის შემდეგ უკვე უნდა დავიწყოთ ჩვენი ფრაგმენტების მოწესრიგება.